გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით საკითხზე, თუ რატომ საუბრობთ ადამიანები სხვადასხვა ენებზე. ყველა ქვეყნის ადამიანი სხვადასხვა ენაზე საუბრობს. სხვათა შორის საქართველოში არის ქართული ენა და არის კიდევ მეგრული ენა, სვანური ენა, ხო? ქართველები ვართ, მაგრამ კუთხური დიალექტიკაც გვაქვს, ხო? და აი საიდან მოდის ეს ყველაფერი, ანუ რატომ არის რომ სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და როგორ ვთარგმნით აი ამ ენებს და ვაგებინებთ ხომ ერთმანეთს და გვაქვს ურთიერთობა, კონტაქტი, ვსაუბრობთ თარჯიმნის მეშვეობით. ეხლა უკვე Google Translate-იც არის AI და მოკლედ შეგვიძლია რომ ინტერნეტის დახმარებითაც ვთარგმნოთ უცხო ენა. ბიბლიიდან ჩვენ ვიცით რომ როდესაც ბაბილონის გოდოლს აშენებდნენ ადამიანები, თავიდან საუბრობდნენ ერთ ენაზე, თუმცა ბიბლიაში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ ენაზე საუბრობდა მსოფლიოში პირველი ადამიანები, ხომ? აი ადამი და ევა რომ არის ხომ ღმერთმა რო შექმნა, თუმცა არის ვერსია რომ ქართულ ენაზე, ანუ ძველი ქართული რაც გვაქვს ხომ, ქართულ ენაზე საუბრობდნენ პირველი ადამიანები, ადამი და ევა და მათი მოდგმაც, ხომ, ნოე და ასე შემდეგ. და ის სწორედაც მაშინ, როდესაც ბაბილონის გოდოლს აშენებდნენ ადამიანები და ღმერთთან მიახლოვება, ახლოს მისვლა მოისურვეს, ხომ, მაშინ მოხდა ესეთი ცვლილება სასწაული, რომ მათ უფალმა ენები აურია, ხო? მოხდა ზეციდან სასწაული და მათ სხვადასხვა ენებზე საუბრობდნენ და ერთმანეთის აღარ ესმოდათ და შემდეგ უკვე გაიფანტნენ და სხვადასხვა ტერიტორიებზე დასახლდნენ, ხო, დედამიწაზე. ეს ვიცით ჩვენ ბიბლიიდან, ჩემო ძვირფასებო და აი დღესდღეობით ყველას გვაინტერესებს, რომ რატომ ხდება, რომ ადამიანი რომ იბადება, მისთვის მშობლიური ენა არის ყველაზე ახლობელი, ხო? და პირველად იმ ენას ითვისებს ადამიანი და სწორედაც ქართულ ენაში გვაქვს ესეთი სიტყვა, მე ძალიან მიყვარს, სამშობლო, ხო? ანუ სამი და მშობელიო. ვინ არის ეს სამი მშობელი, ანუ სამშობლო, ხო? ეს არის მამა, დედა და ის ქვეყანა, სადაც ადამიანი დაიბადა, ხო? და სწორედაც ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო, სადაც ადამიანი პირველად იბადება და ცხოვრობს და იზრდება, ხო, ეს ბავშვი, ხო? და როდესაც ადამიანი იბადება, რომელ ქვეყანაშიც მოევლინება, დაიბადება, ხო? აი ყველა ქვეყანას მიწას აქვს თავისი ვიბრაციები, ხო? რხევები, მაგნიტური ველი, თავისი რხევები აქვს ჩემო ძვირფასებო და აი ეს ტალღები, ვიბრაციები მოქმედებს ჩვენზე, ადამიანებზე, ხო? იმ პაწაწინა ბავშვზე, ჩვილ ბავშვზე, ხო? და რა თქმა უნდა, მშობლები რა ენაზეც ესაუბრებიან, ის ინფორმაცია იტვირთება აი ამ ბავშვის ტვინში, ხო? ეს ბავშვი იმახსოვრებს და აღიქვამს ამ ყველაფერს და სწორედ აი ეს ტალღები, ვიბრაციები, ხო, რაც მიწიდან ამოდის, ხო? სწორედ მაგიტომაც არის, ხო, მე ახლა კახეთიდან ვარ და კახეთში იქ ჩვენი კუთხური ქართული ენა გვაქვს, ხო, დიალექტიკა. ახლა სამეგრელოში ვიმყოფებ და მეგრელებს თავიანთი მეგრული ენა აქვთ, ხო? ანუ განსხვავდება, ხო? ანუ აღმოსავლეთი და დასავლეთი, ხო? ანუ ყველას თავისი ვიბრაციები აქვს, თავისი ტალღები აქვს, ხო, ჩემო ძვირფასებო და ამიტომ საუბრობს ჩვენ სხვადასხვა ენაზე. ანუ ეს ტალღები, ვიბრაციები ჩვენზე, ჩვენს ტვინზე ზემოქმედებს, ხო? და აი ეხლა ისმის შეკითხვა, რომ მე როგორ
თარგმნიდნენ ადრე ხომ არ იყო ეს ხელოვნური ინტელექტი და ინტერნეტი, ხო, როგორ თარგმნიდნენ, ხო? ანუ უფლისაგან იყო ისეთი ადამიანი, ტვინი ქონება ისე ჰქონდა განვითარებული და ისეთი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი გვაქვს, ხო? და აი ეს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც მაგალითად ინგლისურის ნიჭი ჰქონდა, ფრანგულის ნიჭი ჰქონდა, ну, სხვადასხვა ენის ნიჭი ჰქონდა და აი ამ უცხო ენას თარგმნიდა თავის მშობლიურ ენაზე, მაშინ მოგეხსენებათ იყო ხელით წერა იყო, ხო, ეხლა რო კომპიუტერით წერთ, ესე არ იყო, ხო? აი ასე იყო ჩემო ძვირფასება, ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.